მგონება ჩლუნგებისთვის, ვისაც ჩვენი გმირების ღირსება სულ ფეხებზე კიდიათ და ძმაინ ჯიუტად ამბობენ, რომ 2008-ში ომი საქართველომ დაიწყო, ანუ ქართველი იყო მოძალადე, ხოლო უსუსური უმანკო ოსი კიდე თურმე იყო ძალადობის მსხვერპლი და თურმე ოსებზე იძალადეს ქართველებმა. მაგათთვის წერ ამ ვიდეოს და აგიხსნით ისტორიულად ფაქტებით, რატომ არიან ოსები მოძალადეები და არა ქართველები. 1991 წლის მარტში ზურაბ ხაბარელს ოსები მუხანათურად ჩაუსაფრდნენ ერედვის გზაზე, ჩაცხრილეს და მისი სხეული დაწვეს. ასევე კუნძზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს მერაბ მინდიაშვილი, რომელიც ზვიად გამსახურდიასკენ მიდიოდა. მოგეხსენებათ, მას სურდა ოსებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები. მერაბის გასვენებაშიც ოსები ცდილობდნენ, რომ დედისთვის დამწვარი შვილის დამარხვის საშუალება არ მიეცათ. ბეჟან ხაბარელი, ზურა ხაბარელის ძმა, რომელიც 1992 წელს სასტიკად აწამეს და მისი ნაწამების სხეული მანქანაზე მიაბეს და ასე ატარეს მთელ სოფელში. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ საზოგადო მოღვაწის და მწერლის აკაკი გელოვანის დეპეშა, რომელიც საბჭოთა კავშირში გაგზავნა 91 წლის ნოემბერში. თავდაცვის მინისტრთან იაზოვთან დეპეშაში წერია, რომ ოსებმა გუშინ კიდე 7 ქართველი მოკლეს, სასტიკად აწამეს, ასევე 10 ქართველი დაჭრეს. ოსები სცემენ, უსწორდებიან, წვავენ მშვიდობიან მოსახლეობას და მსგავსი ტექსტი არის აღწერილი აკაკი გელოვანის წერილში, რაც რა თქმა უნდა იმ დროინდელ რეალობას ასახავს. ეს კიდე ზღვაში წვეთია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ოსებს გაუკეთებიათ ქართველების წინაშე, მოძალადე ოსებს გაუკეთებიათ. ამის მერე თქვენ განსაზღვრეთ, საქართველომ დაიწყო ომი თუ ოსებმა, ქართველები არიან მოძალადეები თუ ოსები.